აუ მეგობრებო, ძალიან მძიმე შემთხვევას გადავიყარე და უნდა გაგიზიაროთ რა. ძალიან მძიმე შემთხვევას გადავიყარე. მოდი, ერთად მოვისმინოთ. ერთად მოვისმინოთ, სანამ ერთად მოვისმენთ, ეხლა მე წავალ. იქით ოთახში გავარ, იმიტომ რომ ხმაურია. 50 Punkte Abzug. 50 für jeden von euch. Und damit das nicht ცოტა ჩაუწიეთ ბავშვებო. werdet ihr alle 4 Strafdienste verrichten. მეგობრებო, მივადექით ერთ საკითხს, ძალიან სერიოზულ საკითხს. სადაც დარხეული გვაქვს იმ საკითხს. აქ ხართ ვინმე? თუ ხართ ვინმე აქ? კაი. არის. წავედით მეგობრებო. ეხლა მოусმინოთ ერთად რა. დედა შენი ვიცი რომ ხეციხინამში მუშაობს, უკვე გავარკვიე სადაც ხარ. შენ აუცილებლად ებრაელების ერთი წუთით მეგობრებო. ხოსროაშვილო. შენს თავხედობას დედა შენი ვიცი რომ ხეციხინამში მუშაობს, უკვე გავარკვიე სადაც ხარ. შენ აუცილებლად ებრაელების წინაშე მეკპირდები ამას. ვიდეოს ჩაწერ და TikTok-ზე ებრაელებს მოუხდი ბოდიშს იმისათვის, რომ შენ ქართულ ენაზე დააკნინე ისრაელში მაცხოვრებელი ებრაელები და გამოიტანე ცილი დასწამე ქართულ აუდიტორიის წინაშე ებრაელ ერს დასწამე ცილი. ძალიან ცინიკურად, მაგრამ ეს ცინიზმი ებრაელ ერსზე კი არ მეტყველებს. ეს მეტყველებს შენს აღზრდაზე. შენი ოჯახიდან, რომელი ოჯახიდანაც შენ გამოხვედე. ამას რა მეგობრებო, ეხლა ერთი შესავალი მინდა გავაკეთო ეხლა. ეს გოგო ხათო, არ ვიცი ვინ არის, პირველად ხედავ, აი ხლა და პირველად მოდის ჩემს თვალამდე, ჩემს ყურამდე და ნუ უკვე ტექსტიდან გამომდინარე გასაგებია, რომ ეს არის ებრაელი, საქართველოში მაცხოვრებელი, ქართულად მოლაპარაკე ებრაელი გოგო. ხო, ქალი თუ გოგო თუ ვინც არის, ხო, თქვათ. არ არის გამორიცხული ხა აი ამ ვიდეოზეც გამცეს პასუხი, მაგრამ უბრალოდ დავუკვირდეთ ხა რა ხდება აქ. დავუკვირდეთ რა ხდება აქ. და მე ჩემაზრებს გეტყვით. მნიშვნელობა ცოტა დავაჩქარებ. მართლმადიდებელი ხარ, მუსულმანი ხარ, იუდებელი ხარ, ქართველი ხარ, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ხარ შენ? პირველ რიგში მინდა გითხრა, მე ხომ მეუბნები და მომმართავ. ვიღაცა კო, მე ვიღაცა კო არ ვარ, მე ვარ პიროვნება, გესმის? და მე მქვია ვიქტორია. გამიგე? მეორე სეგერტის, შენი დაბიო ინტელექტით და შენი დაბიო უკანა აზრებით, ბინძური სულის კვეთებით, ბინძური გონებით, ხო? ამტკიცებ კიდევ უფრო მეტად შენს ოდიში და სივირეს, შენს გაუნათლებლობას და წერ ისეთი დაბალი დონის და საერთოდ უინტელექტო ვიდეოს, ვითომ მემცემ პასუხს და მაგვევებ შენი სახლით, ბუნაგით. შენ ალბათ კარგი სახლი არ გინახია, მინდა გითხრა, მე არ გაკნინებ. რას მემარიაჟები შენი სახლით და თუნდაც შენ ისრაელის მოქალაქე რო ხარ, უფრო მეტი პასუხისგებლობა გმართებს, რომელ ქვეყანაშიც მოხვედი და ამ ქვეყანამ მიგიღო, შენ ენა უნდა დაიმოკლო და შენი ენა ზღვარი უნდა იცოდე. კბილები იცი რატომ აქვს ადამიანს, რომ ბევრი არის ესე იგი რომელ ქვეყანაშიც მოხვედი და ამ ქვეყანამ მიგიღო, სავარაუდოდ ეს ადამიანი ცხოვრობს ისრაელში. ისრაელში მაცხოვრებელი ქართულად მოლაპარაკე ებრაელი, არ ვიცი, შეიძლება ნახევრად ქართველი ადამიანია. ეხლა ვისაც უყურებთ როგორც ჩანს, მას არ ქვია ხათუნა, არამედ მას ქვია თავის სახელი წარმოთქვა. არ ვიცი ვის აძაგებს და რატომ აძაგებს, არ ვიცი, არ მინახავს ჯერ, მაგრამ კარგად მოისმინეთ, როგორ საუბრობს და როგორ ნათლად ჩანს
ვისთან გვაქვს საქმე? არაკოს რაც საჭირო არ არის ის და თუ კი რაიმეს ლაპარაკობ, სწორი ლაპარაკე. შენ როგორ ეხები ებრაელებს და იძახი აბრალებ, რომ საჭმელს არ მაჭმევდნენო, მამუშავებდნენო, 24 საათიო, სიცხეშიო, 10 და 12 საათი მამუშავესო. შენ რამდენი საათიც იმუშავე, იმდენი ანაზღაურება მიიღე და ნუ გამოდიხარ და ქართულ აუდიტორიას, ნუ ატყუებ და ნუ წამლავ საქართველოს ებრაელების წინააღმდეგ. გავიგე, მუსულმანი ქოლია, ქმარი არაბი, 20 წლით უფროსი კაცი. ქმარი შენი, ხო? ეს ჩემთვის ჩვენ არაბებთან არანაირი პრობლემა არ აქვს. ეგ შენნაირ ბოდიში და გაუნათლებლებს, შენნაირ აი პლინტუსის დაბლა. საერთოდ აზროვნებას შენ მე მომმართავ რომ მე მჭირდება ფსიქოლოგი და თუნდაც შენი ქმარი ფსიქოლოგი ყოლია, ხო? ფსიქოლოგი თუ გყავს ქმარი, ხო, მაშინ ცოტა ადეკვატურ ვიდეოს ჩაწერდი და მომართვას ისწავლიდი უფროსი ადამიანის წინაშე. შენ ჩემ ერთ სულში ჩააფურთხე საქვეყნოდ. გესმის? საქვეყნოდ. ჩემი ქვეყანა. საქვეყნოდ საქართველოს და ქართველების წინ, ხო, მიწასთან გაასწორე, როდესაც ლაპარაკობ და ცილსწამებ ებრაელს. შენ რეები მოიყვანე მაგალითად. შეუსვინდისო შენ. სირცხვილი დედა შენს რო ასეთი გველი გაგზავნა. სირცხვილი შენს ოჯახს საიდანაც წამოყვედი და ძიმე იყოს შენი ფეხი ისრაელის წმინდა მიწაზე. შენნაირები ისრაელში არ უნდა ცხოვრობდნენ. შენ ღირსი არ ახარ რომ შენ ღმერთმა ეგ საჩუქარი მოგცა რომ შენ დღესდღეობით ისრაელის მიწაზე დააბიჯებ. იცი რატომ? შენ ამ ბუმერანგს, ამ შენი ენით გადმოსვლილ სიბინძურეს, რაც შენ ებრაელ ერზე მოატყუო შენ საქართველოს და ქართველებს, ხო? და შენ ამის გამო გინდა გამომწერები და აგროვო პროპაგანდისტო შენ და პროპაგანდონო შენ, ხო? შენ ცოტა მიწაზე დაეშვი და მუქარებს მოეშვი. გესმის? შენი მუქარის არავის არ ეშინია და დიახაც მე სადაც საჭიროა ეს ვიდეო უკვე გადავეცი. გესმის? და შენ მუქარებს მოეშვი და მე სადაც საჭიროა ეს ვიდეო უკვე გადავეცი. ანუ ერთი ტიპი მეორეს არ ფრთხილებს, რომ მუქარას მოეშიო და თან ამასობაში ემუქრება. ძალიან საინტერესო ფენომენია. ეხლა გავაგრძელოთ რა. ამაზე პასუხს აგებ. მე რა რომ ისრაელი დემოკრატიული ქვეყანა მაგითი ფრთები არ შეისხა. გესმის? შენ ებრაულ ოჯახებს, ჯერეგესით გახარ იმ ოჯახში, სადაც მუშაობ და იმ ოჯახიდან ვიდეო ჩანაწერს აკეთებ. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შენ ისრაელის მოქალაქე ხარ, შენ ისრაელში ცხოვრობ, შენ ისრაელში მიგრანტი ხარ თუ არალეგალი ხარ. ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შენ რა ეროვნებაც არ უნდა იყო. შენ მაგას როგორ ამბობ? შეგველო, მაგას გეტყვი, შეგველის წიწილო, შენ არა რაობა. შენ რაც შენ ებრაელების ოჯახში ლუკმაგი ჭამია, სულ შხამად წამოგივიდეს. რაც შენ ებრაელებთან ფული გიშოვია. გესმის? და დანაზოგი გაგიკეთებია. სულ წამალზე, ვექილზე და ექიმთან დახარჯე. აი ეგრე მეგობრებო, ესეთი წყევლა რო არსებობდა, მე ვიცოდი, მაგრამ არ ვიცოდი, რომ ეს ებრაელებისგან წამოსული წყევლა არის. რაც შენ ფული გიშოვია, წამალზე დახარჯეო. აი თურმე ვისი წყევლა ყოფილა ეს. მოდი, გავაგრძელოთ. აკლოცავ. ბოროტი არა ვარ. გესმის? მაგრამ შენნაირ მაგარ ბოროტი არა ვარო, ესე დაგლოცავო, გესმის? ბოროტი არა ვარო, ოღონდ, გესმის? დაგლოცავო წყევლითო. კაი. ეწრებმა, ხო? რო ხვალე იგივე არ გაბედონ, ხო, უნდა ასწავლო ყველა შტყუა. დამნაშავე მკვლელი, 1 როა და 2 და 3, ერთ თუ არ დასჭი, ხო? მე ყველა გამოვა და იტყვის, გესმის და ენა გამჩენმა იცი რატომ მოგცა? ენა, აქ იცი რატო გაქვს ჩართული? ადამიანი, რო იბადება, ლაპარაკი შეუძლია, მაგრამ ანგელოზი არ ტყავს ტუჩზე. რო ყველაფერი არის ლაპარაკოს და ბავშვი რო იბადება, მან ყველაფერი იცის, მაგრამ ანგელოზი არ ტყავს ადამიანს ტუჩთან ზემოთ. აი ეს ჩაღრმავება იმიტომ გვაქვს, რომ ადამიანმა, ხო, ცოტა ენა მოკუმოს. გესმის? და არ აყრანტალოს ის და საინტერესო თეორია გაჩნდა. ანგელოზი ურტყავს თურმე ტუჩზე ადამიანს, რომ ენა არ აყლანტალოს, მაგრამ ებრაელებს აქვთ უფლება, რომ იწყებლონ და თან ლოცვა დაარქვან თურმე. ბიჭო, მოусმინოთ ბოლომდე რა, ბოლომდე მოусმინოთ. რისი ლაპარაკიც, სიბინძურე, როგორ უნდა ამოუშვა, შენ ისრაელში ცხოვრობ დღესდღეობით, ამას და ამით მიმართებ თავს, 4 წლის წინ გაქვს ეს ვიდეო ებრაელებზე ჩაწერილი. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს? ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ტრიალებს და ამას უსმენს ყოველი ქართველი ენით, ვისაც ქართული ენა ესმის, ხო? სომეხი იქნება აზერბაიჯანელი სასომხი საქართველოში გაზრდილი, ხო? საქართველოში მარტო ქართველები ხო არ ცხოვრობენ? გესმის? შენ აი ეს დანაშაული მიგიწვის და იცი რა არის? აი ამის ნიადაგზე შეიძლება მკვლელობაც კი მოხდეს და შეგველის წიწილო, მაგას გეტყვი. შემირცხვენია შენი ოჯახი, შენი წარმომავლობა.
რომ შენ ასეთი გველი გამოგზარდეს, ვერ აღგზარდეს სამწუხაროდ, გესმის? არა ადამიანი ხარ, მინდა გითხრა. შენ ვისაკვირვებს შენ შანკა. იცი როგორი მეწყვილმანი ხარ, როგორი იაფასიანი. შენ მემაკვირვებს შენი სახლით, თუ სახლი გაქვს და რა სიხდი არნონას? ეგეთი ტარიფი ჯერ არ არის ისრაელში. და შენ ვისთან იჩენ თავს, რომ შენ სახლი გაქვს. მე რაში მაინტერესებს საერთოდ შენი წარმომავლობა, არც მაინტერესებს, არც მაღელვებს ვინ ხარ და საერთოდ თელს ისრაელს ბოდიში და ფეხებზე არ კიდე ხარ, შენ ვინ ხარ? გამოხედი ჩემ ერთ სულში აფუძებ არაფრის გამო და თუ ფეხებზე კიდი ხარ, ბიჭო, რას გაბრაზდი ვერ გავიგე, თუ ფეხებზე კიდია და რა თქვა ესეთი? თქვა რომ 12 საათი მამუშავესო, როგორც ახლა მე გავიგე. 12 საათი მამუშავეს და საჭმელი არ მაჭამესო და ეგეთი რამე თქვა, ძალიან ცუდი რომ ესე წყევლო, კაცო. მე არ ვიცი რა მააგდო ეს ქალი, ანუ ეს ადამიანი, მაგრამ როგორც ჩანს მაგრად მწარედ მოხდა რა. სავარაუდოდ სიმართლესთან კავშირშია იმან რაც გააჟღერა იმ ვიღაცამ, არ ვიცი ვინ არის. რადგან მოხდა ერი გინდა ცუდად რომ წარმოაჩინო საქართველოს წინაშე. მაგის უფლებას არ მოხცემ მე. გესმის? და არც ერთი ებრაელი არ მოხცემს მაგის უფლებას. გესმის? და შენ ამაზე აუცილებლად პასუხს აკებ. დაიმახსოვრე ეს მარიამ ხოსუაშვილი. გესმის? დაიმახსოვრე აუცილებლად კარგად. გესმის? ეს ქვეყანა ჩალით არ არის დაფარული და შენ ვერ დაიმალები ვერსად. გესმის? რამდენი ფეხები არ უნდა ტრინკები ყარო. შენ ვერ დაიმალები და შენს ნათქვამს ხო ისტორია შენ რო ილაპარაკე ის დარჩა. გესმის? და შენ ეს უნდა გახსოვდეს. ეს ჩემი ასაღელვებელი არ არის 4 წლის წინ თქვი ეს თუ დღეს თქვი. ეს სოციალურ ქსელში ტრიალებს და ხალხი ამას ისმენს. გესმის? აი ეს დაიმახსოვრე კარგად. აი ამ გოგომ, არ ვიცი. ვიღაც კს მინდა ქართულებს ჩაუწერო ვიდეო. შენს სამხედრობა ვახ, სოფელო, მართლა რაში განხარ და რას გვაბრუნებ და რას ნეგჭირსა, ბიჭო. რა მხელა ამბიციები აქვს ამ ებრაელებს ასე ხართ? მე რა უთხრა ეხა ამ ადამიანს ეხა, აი ლამაზი გოგოა რა, მართლა ლამაზი გოგოა, ძალიან სერიოზულად გაბოროტებულია ოღონდ. და მე ეხლა მე მინდა აი ამ გოგოს ვკითხო რა. აუ რაღაცა მქვიაო, მოიცა ერთი წუთი. მინდა გითხრა მარიამ ხოსროაშვილო. შენს დამხედობას დედა შენი ვიცი რომ ხეცეხინამში მუშაობს უკვე გავარკვიე სადაც გაარკვია უკვე შენ აუცილებლად ებრაელების წინაშე მე მგირდები ამას ვიდეოს ჩაწერ და TikTok-ზე ებრაელებს მოუხდი ბოდიშს იმისათვის რომ შენ ქართულ ენაზე ეს თავარია რა თქმა უნდა დააკნინე ისრაელში მაცხოვრებელი ებრაელები და გამოიტანე ცილი დასწამე ქართულ აუდიტორიის წინაშე ებრაელ ერს დასწამე ცილი ძალიან ცინიკურად მაგრამ ეს ცინიზმი ებრაელ ერზე კი არ მეტყველებს ეს მეტყველებს შენს აღზრდაზე. შენი ოჯახიდან, რომელი ოჯახიდანაც შენ გამოხვედი. ამას რა მნიშვნელობა აქვს შენ მართლმადიდებელი ხარ? მუსულმანი ხარ? იუდებელი ხარ? ქართველი ხარ? ჩვენთვის არა აქვსო. ვინ ხარ შენ? თქვენთვის არა აქვს. პირველ რიგში მინდა გითხრა. მე ხომ მევუქნები და მომმართავ. ვიღაცა კრო, მე ვიღაცა არ ვარ. მე ვარ პიროვნება. გესმის? და მე მქვია ვიქტორია. ვიქტორია. გამიგე? ვიღაცა არა ვარო. პიროვნება ვარო. ვიქტორია ვარო. ვიქტორია, ეხლა მე შენ მოგმართავ და გეკითხები რა. ბიჭო, ამ ებრაელებს ამ ფულზე რა მაგარი მოგხვდებათ ხოლმე რა. როგორც კი ფულს შეეხება საქმე, ეგრევე გულზე მოგხვდებათ ხოლმე რა და რა ხდება ამ ფულთან დაკავშირებით. იქნება გამირკვიო ჩემო საყვარელო ვიქტორია. კარგი სახელია, ლამაზი სახელი გაქვს ძალიან. ბიჭო, ვიქტორია გოგო, თუ ქალბატონო, მე გეტყვი ესე რა. ლამაზო გოგონა ვიქტორია. კარგო პიროვნება. ამ ქალბატონმა ვიღაცამ ვისაც გაუბრაზდი ხო? ხათუნა იქნება ეს თუ პეტრე პავლე ლიზა. თქვა ერთი რამ, რომ 12 საათი მამუშავეს და ფული არ გადამიხადესო. შენ რა მოგეწვა? აი რა? რატომ მოგხვდა ეს საკითხი საერთოდ? აი გიფიქრია მაგაზე? იქ დედამისი გაარკვევინ არის, იქ ქმარი გაურკვევინ არის, იქ ის შენ ვინ ხარ, აგენტი? ანუ ვიღაცა 007 ხარო, იქ გააურკვიე უკვე აჩოტები ჩააბარე და გადაეცი კიდევაც მისი ვიდეო სპეციალურ სამსახურებს. იცი რა, მოდი ერთ რამეს გირჩევ რა. აი შენ ისრაელს რო უძახი წმინდა მიწას. შენმა რაბებმა ჩემი ღმერთი 2000 წლის წინ ჯვარზე აცვეს. შენ ხო იძახი რა შუაშიაო და რა მე ჩემი საღელვებელი არ არის 4 წლის წინ დაპოსტეო ეს
ვიდეო თუ ეხლაო თუ როდისო ეს ხო სოციალურ ქსელში ტრიალებსო. ეხლა მე გეტყვი, გაგახსენებ რა. შეიძლება სოციალურ ქსელშიც ტრიალებს ეს ამბავი, მაგრამ სოციალური ქსელი სადამ იქნებოდა, ქრისტეს ამბავი ჩვენამდე ჩვენს ხალხში ტრიალებდა, რომ შენმა საზოგადოებამ ჩვენი ღმერთი ჯვარზე აცვა. არაფერი უთქვას იმ კაცს გარდა იმისა, რომ სიმართლეს ამბობდა. იესო ქრისტეზე მახლა საუბარი. ეხლა ეს პასუხი გამეცი კარგად. შენ თუ ფეხზე კიდია დრო და ამბობ, რომ აი ხო 4 წლის წინ რო დაფუძე მე რა, ეს ტრიალებს. 2000 წლის წინ რომ მომიკალი ჩემი მართალი კაცი, რომელიც მე ღმერთად მივიღე, ხო? შენ რა უფლება ქონდა ან შენს ერს და შენს წარმომადგენლობა საერთოდ რა უფლება ქონდა რომ ეს გააკეთა? რა უფლებით გადავცე ახლა მე? აი ხა მე შენს ნალაპარაკებს გადავცემ სპეციალურ სამსახურებს რა, რომ იცოდე და რაც დაგემართება მერე ნახავ. გესმის? ანუ გიპასუხებ იგივენაირად, როგორც შენ პასუხობ სხვას რა. ებრაელი ერის წინააღმდეგ, ხო? ებრაელი ერის წინააღმდეგ. ჯერ ხმა არ ამიმაღლებია. მაგრამ ებრაელების ნაბოზვარი საქციელის გამო, რაც გააკეთეს 2000 წლის წინ, ხო? აი ეხლა ავამაღლებ მე ხმას და გეტყვი რა, შენმა ესე ნაქებმა ერმა ფულის გამო ჩემი ღმერთი ჯვარს აცვა. ეხლა რა გიყო მითხარი? აი ამის გამო რა გიყო მითხარი? აქედან საქართველოდან ყველა ებრაელი გავყარო? საქართველოში დათხლიშული და საქართველოდან ფულებ მაძიებელი ებრაელები აქ რომ ხართ და ჩვენს მიწაწყალს რომ აბინძურებთ თქვენი ფეხებით და თქვენი არსებობით, რა ვქნა გაგყაროთ ყველა? ქართულს რო ლაპარაკობ, რა უფლებით ლაპარაკობ ქართულ ენაზე? ვერ ილაპარაკებ შენს ენაზე? ეგეც აგიკრძალო? არ ხარ ღირსი, არც ქართული ენის, არც ქართული მიწის. სანამ შენ ქრისტეს წინაშე ბოდიშს არ მოიხდი მუხლის ჩოქზე დაჩოქილი. და თითის ქნევას ქართველებზე თუნდაც იყოს ეს ტყუილი. თავი დაანებეთ რა. დედასპიცა ვარ? თუ თქვენ ბოლო არ მოგეღოთ იმისათვის, რაც ქართველებს გაუკეთეთ რა. ამოწყდებით დედაბუდიანა. თქვენი სისხლი არ იქნება ამასა დედამიწასა ზედა იცოდეთ რა. ბიჭო არ გაბლატავდით ეს ებრაელები? ქართულ ენაზე მაინც ნუ ლაპარაკობ, გოგო. ქართველი იყო ქრისტე. ჯვარს რო გვიცვით, ჩვენს მიწაწყალზე, მან კი არა სადღაცა გადახრიოკებულში. აქ რო ეგდეთ მაშინ, მცხეთაში. აქ რო გვიცვით ჯვარს ჩვენი ღმერთი, მართალი კაცი. და რომ გაიხეტეთ და გაეხეტეთ, აქ დასარჩენი რო აღარ ქონდათ. აი ხა ქართულად გველაპარაკებით მანდე და რომ აქ რომ ჩამოხვედით ქართველები და ფული რომ გადაგიხადეთ. პასუხს აგებთ თქვენ ისრაელის წინაშე, რომ ესეთი სიმართლე გააჟღერთ თქვენ რომ 12 საათი ადამიანი ამუშავეთ და ფული არ გადაუხადეთ, საჭმელი არ აჭამეთ. ამიტომ პასუხი უნდა აგოს ვინმე, ვინც ეს სიმართლე გააჟღერა ხმამაღლა. გუშინ წინდელი არ არის ეს ამბავი, მაგრამ არც ეს ვიდეო ყოფილა გუშინ წინდელი, მაგრამ მაინც მოგეწვა. მეც მომეწვა რა 2000 წლის წინ. ჩემი მართალი ღმერთი რომ ჯვარს მიცვით. ხო, მომეწვა. პასუხს აგებთ მაგის წინაშე. ქართული ენით აგებთ პასუხს. კარგია რომ ქართულ საუბრობ, ღმერთმა დაგლოცოს ამისათვის.
ნუ გაბლატავდით რა ეს ებრაელები რა. თუ ბლატაობა გინდათ? ბიჭო, საბლატაო მაინც გქონდეთ და მაინც საბლატაოთი იბლატავეთ. რომ არა გაქვთ საბლატაო, რამ გაგაბლატავად გამაგებინეთ? ფულმა? არც მიწა გაქვთ. სხვის მიწას ეპოტინებით ოდითგანვე დაბადებიდან მიწა არ მოგცათ, თქვენ არ გაღირსათ ღმერთმა. სხვის მიწაზე სხვის მიწას დაეპატრონეთ და მათ დღეს ბავშვებსა და ქალებს უკლავთ. მოხუცებსა და აბადმუყოფებს უკლავთ და თქვენ ამბობთ ეს არის წმინდა მიწაო? კარგად გამოიძიე გამბავი, ჭკვიანი გოგო ჩანხარ. როდის მივიდნენ შენი წინაპრები მაგ მიწაზე, სულ 2 საუკუნეც არ არის გასული და როდის დაეპატრონენ მაგ მიწას და როდის ათხოვეს ეგ მიწა იმ ხალხმა, რომელ ხალხსაც ეხლა თქვენ კლავთ. საქართველოში რო ფეხი აღარ დაგერჩენებოდათ 2000 წლის წინ ღმერთი რომ მოკალით, აქედა რომ თავქუთ მოგლეჯილები გაიქეცით და მიწა რომ ვერ იპოვეთ მას მერე, ხო? რომ შეეტენეთ პალესტინას და რომ ზედ დააჯვით, ხო? ეხლა რომ ამბობთ და აცხადებთ ეს არის წმინდა მიწაო, მოპარული მიწაო, წმინდა მიწა არისო, მაგ სიმართლით გაიხარეთ თქვენ და მაგ სიმართლით ამოგხოცოთ თქვენმა ღმერთმა იახვემ რა. გაიგეთ? შენ თუ იწყევლები, მეც შემიძლია წყევლა. და წამლებიც სანატრელი გაგიხდეს. ისეთ დღეში ჩავარდე შენ, თუ კი შენ ჩემი ღმერთის წინაშე, იესო ქრისტეს წინაშე ბოდიშს არ მოიხდი და მუხლებზე არ დაეხეთქები და დაემხობი და ტირილით ცრემლის დინებით არ აღიარებ, რომ იესო ქრისტე მართალი კაცი იყო. ანგელოზი ტუჩებში კი არა, სახეში ჩაქცხოვს მაგ მუშტს. და მაგ პირს კი არა, მთლიან სახეს გაგიერთიანებს სულ რა. თუ კი შენ იესო ქრისტეს არ აღიარებ. მართალ კაცად. მაგ იახვეს საჯიჯგნი და საჭმელი გახდები. შენი ღმერთის, რომელიც ჩემმა ღმერთმა ამხილა, რომ ეგ მრუში და მკვლელი მამა არისო, გესმის? მიწას კი არა, მიწაც აღარ მიგიღებთ ისეთ დღეში ჩავარდებით. ახლა ჩემო კარგო ვიქტორია. მე ეს გასაბრაზებლად კი არ გითხარი. მე ეს გითხარი იმისათვის, რომ შენი თავი კარგად დაინახო. არ გითხარი გასაბრაზებლად და ნურც გაბრაზდები. როგორც უკვე გითხარი, კარგი გოგო ჩანხარ. შენ მიხვდები მე რასაც ვამბობ. კი, ზუსტად გაიგებ, იმიტომ რომ თვალები არ გაქვს უტვინო. ჭკვიანი თვალები გიჩანს. ქართულ საუბრობ, მით უმეტეს. ადამიანი, რომელიც ქართულ საუბრობს, უკვე ღმერთთან ახლოს არის. აი იმ ღმერთთან, რომელიც არაუშავს შენმა წინაპარმა მოკლა, შენ ხო არ მოგიკლია. შენ თიც არ გადებ. მაგრამ თუ შენ ვერ აღიარებ ქრისტეს, აი შენს შენი წინაპარივით უტვინო აღმოჩნდები. რომ თუ ქრისტე მართალკაცად არ აღიარე და რომ ქრისტეს წინაშე ბოდიში არ მოიხადე დღეს 2000 წლის მერე რა რომ 2000 წელი გავიდა. აი მაშინ უკვე ცუდად იქნება შენი საქმე. მადლობა ჩემო კარგო გოგო მოსმენისთვის და ესეთი რაღაცები ნუ გაგაბრაზებს. მე რა თქვა რომ
12 საათი მამუშავესო და არ გადამიხადეს ფული. რა მოხდა ახლა, რა არის მაგაში ცუდი რა არის? ხდება ხოლმე რა, ქართველებიც ამუშავებენ და 12 საათი კი არა, 3 თვე ამუშავებენ და ფულს არ უხდიან ხოლმე. გესმის? და ეხლა რა იყო ეგეთი გასაბრაზებელი? ეგ არ არის გასაბრაზებელი, ჩემო კარგო. გასაბრაზებელი ის არის, რომ მართალი კაცი ცოცხლად ჯერ აწამეთ, მერე ხორცები დააგლიჯეთ, მერე ჯვარს აცვით და მერე 3 დღე ყარაულობდით, რომ მართლა არ მოიპარონ მისი გვამიო და არ თქვან, რომ აღდგაო. და მამის და მიუხედავად აღდგა და დღესაც ვერ გაიგო შენმა წინაპარმა, ჩემო კარგო ვიქტორია, რომ ეს ადამიანი ღმერთკაცი იყო. გესმის? დღესაც ვერ გაიგო. მიუხედავად ამისა, ქართველებმა ჩვენი კაცი იყო ეგ, ჩვენი მართალი კაცი იყო. ქართველი იყო ქრისტე. მცხეთაში, ჯვარზე, ჯვრის მონასტერზე გვიცვეს ჯვარს, შენმა წინაპრებმა. და დღემდე ჩვენ ქართველები თქვენ ჩვენს მიწაწყალზე ფეხს გადგმევინებთ. გესმის? ხედავთ რამხელა გულუხვები ვართ? რამდენად კაცმოყვარეები ვართ? ხომ ხედავთ არა? დაინახეთ ეს კარგად და გაიაზრეთ. გესმის? და ერთმანეთს კი ნუ დავწყევლით. გავაგებინოთ ერთმანეთს, რა გვეწყინა ერთმანეთის. გესმის? შენ ის გეწყინა, რომ ფული არ გადაუხადა და ის ხმამაღლა თქვა და მე ბიჭო, აბა მაშინ რაღა უნდა მეწყინოს, რომ ჩემი მართალი ღმერთი მომიკალი და მიწამე. არ უნდა მეწყინოს? წარმოიდგინე როგორ მეწყინა. შენ ეგ გეწყინა, რომ შენი ერი ამხილა ვიღაცამ, ხო? გინდა ტყუილი იყოს მერე რა. და მე ის მეწყინა, რომ ვერც გამხილე, იმიტომ რომ ამის საშუალებაც არ მომეცი, გესმის? ამის საშუალება არ მომეცი. ყველა მოკალი, ვინც კი გამხილად, ყველა. წარმოგიდგენია რამხელა გაბრაზებული უნდა ვიყო მე? ვინც ხმა მოიღო, ყველა მოკალით. აი როგორც ეხლა ამ გოგოს დაემუქრე, რომ დედა შენის გავიგე ვინ არის და შენი ქმარიცო. ისე დაემუქრეთ ყველას და ისე დაწვეს. ყველა მართალი კაცი, ვინც ხმამაღლად რაღაც თქვა. და არ არის გამორიცხული, რომ მეც დამემუქრო, მაგრამ ღმერთმა ნუქნას, ვიქტორია, ღმერთმა ნუქნას. ღმერთმა გონება გაგინათლოთ. გესმის? მე არ ვიძახი, რომ თქვენ ბნელები ხართ. მე ვიძახი იმას, რომ თქვენ ჯერ არ გაგიგიათ ის ტკივილი, რაც ჩვენ მოგვაყენეთ, გესმის? და ღმერთმა ამაში გაგინათლოთ გონება. ესეც გადაეცი შენს სახელმწიფოს, რომ აქ ერთი გოგო არის თქო, გულ ნატკენია ჩვენზე ძალიან თქო რა. და რა გაუკეთოთ ამ გოგოს თქო? იქნებ რაღაცა კომპენსაციის მიზნით, რაღაცა სამადლობელი მაინც გადაუხადოთ, რომ ესე დავტანჯეთ ეს ერი თქო. ესეც გადაეცი, ხო შეგიძლია, აი როგორც ეგ ვიდეო გადაეცი შენს მნიშვნელოვან ინსტიტუციებს თუ რაღაცა რაც ახსენე. ეხლა ესეც გადაეცი. ესეც გადაეცი, რომ მე ქართველი ვარ და ჩემს ქართულ მიწაზე, ქართულ ენაზე, საქართველოში, შენ მე ღმერთი მომიკალი. მან არა, ისრაელში არ მოუკლიათ ქრისტე, საქართველოში, მცხეთაში, ჯვრის მონასტერზე, ჯვარზე მიცვეს ქრისტე, გესმის? ესეც გადაეცი იმ სახელმწიფოების, იმ მართველებმა კარგად იციან ეხლა მე რასაც ვაპარაკობ და კარგად გაიგონ. გესმის? შეურაცხყოფას არ გაყენებთ. იმას ვამბობ, რაც მოხდა. გესმის? ხო და იქნებ მაგ გოგომაც სიმართლე თქვა, რატო არ გამოიძიე? იქნებ მართლა 12 საათი ამუშავეს და არ გადაუხადეს ფული. რატომ არ გამოიძიე? ვიქტორია. ცუდია, ძალიან ცუდია, რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ უგებთ.
მე მხვდები რომ შენ გინდა ზემოდან უყურებდე ყველას, ქართველებს ზემოდან უყურებდე, სულ ერთია რა ეროვნების არის ზემოდან უყურებდეთ, ხვდები რომ თქვენ გინდათ მაღალ მთაზე იდგეთ, მაგრამ ჩემო კარგო, ვინც მაღალ მთაზე დადგა, ის ვერ აიტანა შენმა ერმა, ის ვერ აღიარა მართალკაცად. ვერ აღიარა, გესმის? ეხ, როგორ მინდა რომ ებრაელები და ქართველები კარგად იყვნენ ერთმანეთში, მაგრამ რა ვქნათ რომ ებრაელებს არ შეგიძლიათ ამის აღიარება, მაგრამ იმედს არ ვიკარგავ, მე ვიმედოვნებ რომ თქვენ ერთ დროს აღიარებთ, იმას აღიარებთ, რაც 2000 წლის წინ მოხდა, თქვენმა წინაპრებმა მოახდინეს. დღემდე ბოდიში არავის მოუხდია. სამწუხაროდ. ღმერთმა მოგცეთ იმის ძალა, ჩემმა ღმერთმა იესო ქრისტემ მოგცეთ იმის ძალა, რომ თქვენ დაინახოთ იესო ქრისტეს სიდიადე. ამინ ამენით იესო ქრისტე. კარგად იყავი. მეტირება და აქ რო იყო ჩაგეხუტებოდი, მართლა გეუბნები რა.